13 ასურელი მამის შემოსვლით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ახალი ხანა იწყება. აშკარაა, რომ მე-6 საუკუნიდან ისინი განაგრძობენ წმინდა ნინოს ხვარწყლს და მოციქულებრივი მოშურნეობით განანათლებენ აღმოსავლეთ საქართველოს. ასურელ მამათა ცხოვრების რედაქციებში არსებობს მცირე სხვაობა იოანე ზედაზნელის მოწაფეების სახელების ჩამონათვალთა შორის. საეკლესიო ტრადიცია ლიტურგიკული ტექსტების მიხედვით მამათა ვინაობის შესახებ გვაუწყებს, რომ ესენი არიან თავად იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეო სტეფანწმინდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, შიონ ღვიმელი. ნეტარმა იოანემ, ასურელმა მოღვაწემ, მონაზნური ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადაწყვიტა, წასულიყო უცხო ქვეყანაში, სადაც არავის ეცოდინებოდა მისი სამყოფელი და საშუალება მიეცემოდა დაუბრკოლებლად ედიდებინა ღმერთი. ამისთვის მან თანამოღვაწედ 12 მონაზონი გამოირჩია. მოღვაწეობის მოსურნე მამებს ეუწყათ იმ საოცარი სიწმინდის შესახებ, რომელიც ქართლში იყო დაცული. სწორედ საღვთო განგებულებითა და უფლის ყოვლადწმინდა დედის კურთხევით გამოემგზავრნენ ისინი უფლის კვართის დამმარხვალ ქვეყანაში. წმინდა იოანე ქალაქ ანტიოქიის მიდამოებში მოღვაწეობდა და როგორც გადმოცემა გვაუწყებს, ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ მან გადაწყვიტა გამოგზავნებულიყო ქართლს და თან წამოიყვანა თავისი 12 რჩეული მოწაფე. ისინი მომბრძანდნენ პირველად სვეტი ცხოველში, აი აქ მათ აყვანისცეს წმინდა სვეტს, მოილოცეს წმინდა ადგილი და ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს დამკვიდრებულიყვნენ ზედაზნის მთაზე. წმინდა მამათა მოსვლის შესახებ სასწაულებრივად ეუწყათ ქართლის მეფეს ფარსმანს და კათალიკოსს. სწორედ ევლავიოს კათალიკოსის კურთხევით კვიდრდებიან მამები ზედაზნის მთაზე. ამ მოვლენამდე 2 საუკუნით ადრე აქ სასწაული წმინდა მოციქულთა სწორმა ნინომ აღასრულა. მან დაამხო კერპი, რომლის შესახედაობაც კი სარავდა კაცის გულს და ადამიანების ცნობიერებაში ძრწოლას ნერგავდა. ამდენად ეს ადგილი ქართველთა მოქცევის დასაბამად იყო ქცეული. ზედაზნის მთას ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის. აქ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ქართლის მეფე ფარნაჯონს აღუშენებია ციხე და დადგა აქ სადენის კერპი. წმინდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად, როდესაც კერპები დაიმხო და ქართლმა ქრისტიანობა მიიღო, აქაურობა გაუკაცრიელდა. და სწორედ მაშინ, როდესაც იოანემ გადაწყვიტა დამკვიდრებულიყო ზედაზნის მთაზე, აქაურობა მთლიანად კაცთაგან უვალი, ყოვლად მაღნარი და უდაბური ყოფილა. ისე რომ ასურელ მამებს აქ ამოსვლაც გაჭირვებია, რადგან ბილიკიც არ არსებობდა აქ რომ ამოსულიყვნენ და ამის შემდეგ აქაურობას ახალი სული შთაებერა და აქ იწყებს აყვავებას სამოდაზნო ცხოვრება. არსებობს მცდარი მოსაზრება ასურელ მამათა აღმსარებლობის შესახებ. თითქოს და ისინი მონოფიზიტური სწავლების მიმდევრები იყვნენ, მაგრამ მათი ღვაწლის შედეგი სრულიად საპირისპიროს აჩვენებს. ცხადია, რომ მონოფიზიტობამ სწორედაც ამ მამათა მოღვაწეობის გამო ვერ მოიკიდა ჩვენში ფეხი. ეპოქა, როდესაც ასურელი მამები საქართველოში მოდიან, უაღრესად ძიმე იყო ქართველებისათვის. ეს ის პერიოდია, როდესაც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მხოლოდ და მხოლოდ ქართლს აქვს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებული. მისი მეზობლები დიდი ხანია უკვე აღარ არსებობენ. გაძლიერებულ ირანს გაუქმებული აქვს სახელმწიფოებრიობა ალბანეთში, სომხეთში და სრულიად მალე იგივე ბედი ემუქრება ქართლს. ეს ის დრო არის, როდესაც ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა ირანი დაენერგა საქართველოში ჯერ ბაზდიანობა, შემდეგ მან შეცვალა პოლიტიკა და ყველანაირად უწყობდა ხელს
ქრისტიანობის ის მიმდინარეობა გაძლიერებულიყო მის დაპყრობილ ქრისტიანულ ქვეყნებში, რომელიც იყო ოფიციალური სოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დაგმობილი. აი ასეთი იმ დროისათვის კი გახდათ მონოფიზიტობა. როდესაც ირანი თავისი დაპყრობილი და მეფობა გაუქმებული სომხური ეკლესიის საშუალებით ცდილობს მონოფიზიტობა დანერგოს ასევე ქართლის ეკლესიაშიც. და სწორედ ასურელი მამების თავდაუზოგავი 8 წლის დიდი ბრძოლისა და გარჯის შედეგი არის ის, რომ ეს ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ საბოლოოდ ქართლში გაიმარჯვა მართლმადიდებლობამ და ცნობილი საეკლესიო განხეთქილების შედეგად ქართული და სომხური ეკლესიები გაიმიჯნენ ერთმანეთს. ზედაზენზე რამოდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ წმინდა იოანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და თავისი ნება განუცხადა. მან უბრძანა, რომ მოწაფეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში დაეგზავნა საქადაგებლად. უფლისნების მსწრაფლ აღმსრულებელმა წმინდანმა დაუყოვნებლივ მიმართა მამებს. ახალნაირ გარიან კაცნი ესე ამის სოფლისანი. ამისთვისცა ჯერ არს, რაითა წარხვიდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებიეს ქრისტე უფალი ჩვენი. აქ ზედარის მთაზე იყო პირველი სავანი ასურელი მამებისა. რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ იოანემ თავად მოუწოდა თავის მოწაფეებს, რათა უქმად არ მსდარიყვნენ და ეღვაწათ ქვეყანაში ქრისტიანობის გამტკიცებისათვის. ამის შემდეგ 6 ასურელი მამა მიემართება დასავლეთისაკენ და განიფინება შიდა ქართლის ტერიტორიას. 6 მეორე 6-ეული კი აღმოსავლეთით დაიძრება კახეთისაკენ და იქ ცდილობენ ქრისტიანობის გამტკიცებას და ქრისტიანებად მოქცევას მათი, რომლებიც ჯერ კიდევ წარმართობის მდგომარეობაში იყვნენ. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ღვთის მოსახლეობას. ორ მათგანს ხვდა ეპისკოპოსობის პატივიც წილად. ესენი არიან აბიბოს ნეკრესელი, რომელიც ნეკრესის ეპისკოპოსად, რომელსაც დაასხეს ხელი და ასევე ისე წილკნელი, რომელიც კათალიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ასურელმა მამებმა თავიანთ სამოღვაწეო ადგილას თავად შექმნეს სამონასტრო ცხოვრების ახალი ძლიერი კერები, რომელიც დღემდე არსებობს, სადაც დღემდე იფურჩქნება სამონასტრო ცხოვრება და წარმოადგენენ სწორედ ქართული ქრისტიანობის და ქართული მონაზვნობის თანამედროვე გუნდს. მოწაფეთა გასტუმრების შემდეგ იოანე ზედაზნელი ერთ მოწაფესთან ერთად დარჩა ზედაზენზე და აქ იღწოდა სიკვდილამდე. საგულისხმოა, რომ წმინდანი არაერთ სასწაულს აღასრულებდა და ამით განითქვა სახელი მისი. თუმცა არის სურვა, რომ მონასტერში ძმათა სიმრავლე შეეკრიბა, ვიდრე მის აღსასრულამდე. თვითონ იოანე ზედაზნელი იყო განსაკუთრებით ასკეტიკური ცხოვრების მოყვარული. მან, როგორც ვიცით, არა ინება შენება ადგილისა მის და ვითარცა მარტომყოფი ისე ცხოვრობდა სიკვდილამდე. ერთადერთი მოწაფე, რომელიც მან თავისთან დაიტოვა, ეს იყო ილია დიაკონი, რომელიც ემსახურებოდა მას და მხოლოდ მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზნის სავანეში სიკვდილამდე. გარდაცვალების წინ მან ასეთი ანდერძი დაუტოვა თავის მოწაფეებს, რომ დაემარხათ ადგილსა მოღვაწებისა მისისას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ თათამ დაარსა მონასტერი ამავე მთის ძირში, დღევანდელ საგურამოს მიდამოებში. და ყველა ის ადამიანები, ერისკაცნი, რომლებიც ცდილობდნენ გამხდარიყვნენ წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფეები და მისი მიბაძვით აიღოთ მონაზნური ცხოვრების უღელი თავის თავზე, სწორედ მათთვის მათ სამკვიდროდ აშენდა ეს მონასტერი და რადგანაც მისმა მოწაფეებმა ჩათვალეს, რომ ეს
უკაცრიელი ადგილი იქნებოდა შეუფერებელი მამა იოანეს განსვენებისათვის, ჩაასვენეს მისი სხეული და შვენიერი ლუსკომა შექმნეს მისთვის საგანგებოდ, ჩაასვენეს იქ და დაკრძალეს სწორედ ქვემო მონასტერში, რომელსაც ქვემო ზადენს უწოდებდნენ იმ დროისათვის. მაგრამ იოანე ზედაზნელმა არაპატია მათ მისი ანდერძის გატეხვა და როგორც მის ცხოვრებაში წერია, იქმნა ძვრანიო შეიძრა მიწა და შეძრწუნებული მისი მოწაფეები მაშინვე იმავე ლუსკომით ამოასვენებენ მამა იოანეს და დაკრძალავენ აქ ამ ადგილას, სადაც აიგება მცირე ეკვდერი მის საფლავს. ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით, მერვე საუკუნეში, კლემენტი კათალიკოსის დროს აქ აღიმართება დიდი სამნავიანი ბაზილიკა, დაახლოებით იმ სახის, როგორითაც ჩვენ მას დღეს ვხედავთ. და სადაც ამჟამად განისვენებს წმინდა იოანე ზედაზნელი და სადაც ამოდიან მორწმუნეები მისი წმინდა საფლავის პატივსაცემად და თაყვანისაცემად. მეცნიერებაში დიდხანს არსებობდა მცდარი წარმოდგენა, არა მხოლოდ მამათა დიოფიზიტურ აღმსარებლობასთან, არამედ მათ ეროვნულ წარმომავლობასთან დაკავშირებითაც. თუმცა დაწვრილებითმა კვლევებმა ცხადყო ჭეშმარიტება. მე-20 საუკუნის ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გაჩნდა ესეთი მოსაზრებაც და შემდეგ ის მთელი თეორიის სახით იქნა ჩამოყალიბებული, რომ ასურელი მამები ესენი იყვნენ ქართველი მონოფიზიტები, რომლებიც სირიაში იყვნენ სამოღვაწეოდ, სასწავლებლად ამ დროისათვის და შემდეგ ბიზანტიის იმპერიაში ატეხილი მონოფიზიტების დევნის დროს ისინი ხანგამოშვებით ატეხილი დევნის დროს ისინი ჯგუფ-ჯგუფებად მოდიან საქართველოში. აქედან ეს ტრადიციულ შეხედულებას ეწინააღმდეგება რამოდენიმე მხრივ. ერთი მხრივ, რომ ისინი იყვნენ არა მართლმადიდებლები, არამედ მონოფიზიტები, მეორე მხრივ, რომ ისინი იყვნენ არა ასურელები, ანუ სირიელები, არამედ ქართველები და მესამე მხრივ, რომ ისინი არა ერთად იოანე ზედაზნელის წინამძღოლებით არიან მოსული საქართველოში, არამედ ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფებად და შეიძლება ერთმანეთთან არ ჰქონდათ არანაირი ურთიერთობა. მაგრამ როგორც ამ საკითხის გამოკვლევა ცხადყოფს, ეს თეორია ნაკლებად სარწმუნოა და ის არგუმენტები, რომელიც ამ თეორიის სასარგებლოდ არის მოყვანილი, გამართლებას ვერ პოულობს. ასე მაგალითად, ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილის დროიდან იყო დამკვიდრებული მოსაზრება, რომ მე-6 საუკუნეში ქართლი იყო მონოფიზიტური ქვეყანა და სწორედ ამიტომაც მონოფიზიტები მოემართებიან აქ, რათა თავი შეაფარონ ამ აფსარებლობის ქრისტიანთა დევნას. მაგრამ როგორც ასევე გამოკვლევა დაადასტურა, ის 506 წლის დვინის საეკლესიო კრება, როდესაც დადასტურდა ამიერკავკასიის ეკლესიათა სარწმუნოებრივი ერთობა, იყო არა მონოფიზიტობის ამღარებელი, არამედ ნესტორიანობის დაგმობი. და თუ რაიმე მიმართულებას დაუჭირ ამ საეკლესიო კრებამ მხარი, ეს იყო სწორედ ეგრეთ წოდებული ზენონის ჰენოტიკონი. ანუ ბიზანტიის იმპერატორის მიერ ზენონის გამოცემული სპეციალური დადგენილება, რომელიც ცდილობდა იმისათვის, რომ როგორმე შეერიგებინა ერთმანეთისთვის მონოფიზიტები და დიოფიზიტები, რათა ეს საშინელი რყევები, რომელიც ესე აზანზარებდა, რელიგიური რყევები, რომელიც ასე აზანზარებდა იმპერიას, ჩაეწყო. მეორე მხრივ, ასევე არც ის არის მართებული, რომ დიოფიზიტები ამ დროს სირიაში იმდენად შევიწროებულები იყვნენ, რომ მათ არ შეეძლოთ ეკადაგათ ისეთ ქვეყანაში, როგორც მაგალითად ამ დროს იყო ქართლის სახელმწიფო. მაგრამ როგორც იმ დროინდელი ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, ასეთი მქადაგებლები ყოფილან ქართლის მეზობელ ალბანეთშიც, სირიიდან, სწორედ ამ დროისათვის. ასე რომ ასეთ შემთხვევაში სულ არ გამოირიცხება ის, რომ სწორედ სირიიდან ქართლში ჩამოსულიყვნენ დიოფიზიტი ქადაგებლებიც. ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული ასკეტური ღვაწლით გამოირჩევიან იოანე ზედაზნელი, დავით გარიჯელი, შიო მღვიმელი. მათი ღვაწლით
საფუძველი ეყრება განდეგილურ მოღვაწეობას. საქართველოში მომბრძანებული ასურელი მამები თავიდან გამოირჩევიან მკაცრი ასკეტური ცხოვრებით. აღსანიშნავია, რომ ისინი ძირითადად ბინას იდებენ სწორედ მზა გამოქვაბულებში, ბუნებრივ გამოქვაბულებში, რომელსაც ისინი აღმოაჩენენ იმ ადგილას, სადაც ისინი აპირებენ დამკვიდრებას თავის შემდგომი მოღვაწეობისათვის. ეს შეიძლება ითქვას იოანე ზედაზნელზე, შიო მღვიმელზე, დავით გარეჯელზე და ბევრ სხვა მათგანზეც. მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ მათივე მოღვაწეობის პერიოდში იმის გამო, რომ მათ აღმოუჩნდებათ უამრავი მიმბაძველები, რათა იცხოვრონ მათი ცხოვრების წესით, რათა დაემოწაფონ მას, სწორედ აი მათ სამოღვაწეო ადგილებში ამოიზრდება სამონასტრო ცხოვრება. განსაკუთრებით აღნიშნის ღირსი არის სწორედ ამ მხრივ დავით გარეჯელი, შიო მღვიმელი, იმიტომ რომ დავით გარეჯელი სანამ გარეჯში დაემკვიდრებოდა, მანამდე როგორც გადმოცემა გვაუწყებს, თბილისის მახლობლად მთაწმინდაზე დავანებულა და მას შემდეგ, რაც მან თბილისი დატოვა, გაემგზავრა გარეჯის მრავალთაში თავის მოწაფესთან, ლუკიანესთან ერთად, იქ მათ აღმოაჩინეს მცირე მღვიმე, სადაც დარჩენ, დამკვიდრდნენ სამუდამოდ და შემდეგ ამ ადგილას გაჩნდა პირველი მონასტერი, რომელიც დავითის ლავრად არის წოდებული, ხოლო შემდეგ მან შექმნა მრავალი განტოტება, მრავალი ფილიალი და წარმოიქმნა უზარმაზარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ბადალი არ მოეპოვება მთელს საქართველოში. ასევე განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია, როგორც ეხლა ვახსენეთ, შიო მღვიმელი, რომელმაც თავისი ცხოვრების მრავალი წელი გაატარა მარტომ სარკინის ხევში მდებარე ერთ ბუნებრივ გამოქვაბულში, ხოლო მას შემდეგ, რაც მას დაემოწაფა და მასთან მიდის ციხედიდის მთავარი ევაგრე, ქართველი დიდებული, იმ დღიდან იწყება სწორედ სამონაზვნო ცხოვრების აღორძინება შიო მღვიმეში. ისე რომ შიო მღვიმეში შეიქმნა ასევე ძალიან დიდი ქვაბოვანი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დღესაც აუცებს თავის მნახველთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასურელ მამათაგან ზოგიერთ მათგანს მოეპოვება ცალკე მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება, მათ შორის ზოგიერთს რამდენიმე რედაქციის სახითაც კი, იოანე ზედაზნელს მაგალითად, იოანე ზედაზნელისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება 3 რედაქციით არის ჩვენამდე მოღწეული, 2 რედაქციით არის მოსული ჩვენამდე შიო მღვიმელის, დავით გარეჯელის ცხოვრებები, ასევე აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა. რადგანაც აბიბოსი ვახსენეთ, აქვე ხაზი უნდა გაუსვათ იმასაც, რომ ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოსი ერთადერთი არის ასურელ მამათა შორის, რომელსაც მოწამეობრივი აღსასრული ხვდა წილად. და სწორედ მისადმი არის მიძღვნილი აბიბოს ნეკრესელის მარტვილობა. სამონასტრო ცენტრების უმრავლესობა, ლავრები, რომელშიც დღესაც იღწვიან მოწესე მამები, ჩვენს ქვეყანაში სწორედ ასურელ მამათა მიერ არის დაარსებული. ასურელ მამათა სავანეებში მათივე მოღვაწეობის ხანაში იწყება საეკლესიო აღშენებობა, სატაძრო აღშენებობა. ამ მხრივ შეიძლება განსაკუთრებით ვისაუბროთ დავითის ლავრაში არსებულ ფერისვალების ტაძარზე, რომელიც ერთ-ერთი ბარბაროზად წოდებული დიდებულის ბუბაქარის თაოსნობით იქნა შექმნილი, მისივე მოყვანილი მუშახელითა და სამუშაო იარაღების შედეგად. როდესაც თავისი განსაკუთრებული მადლით მოაქცია ბუბაქარი დავით გარეჯელმა, შემდეგ მოინათლა აქვე გარეჯში ბუბაქარი და მადლიერების აღსანიშნავად კლდეში გამოაკვეთინა ცნობილი ფერისვალების ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მე-19 საუკუნეში ილარიონ ქართველის მოღვაწეობის დროს
მისივე თაოსნობით იქნა გადიდებული და გამშვენებული. დღეს ასურულ მამათა დაარსებული მონასტრები აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიებში უმთავრეს სულიერ კერებს წარმოადგენენ. შიომღვიმის უძველესი ტაძარი, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სახელზე არის აგებული, შეიქმნა შიომღვიმელის ინიციატივით და მისი ვაწლის შედეგად. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი არის ასევე ურბნისის დიდი ბაზილიკა, მე-6 საუკუნის ტაძარი, რომლის აღშენებაც ასევე მიეწერება იოანე ზედაზნელის ერთ-ერთ მოწაფეს თადეოს სტეფანწმინდელს, რომელმაც რამოდენიმე ადგილას იმოღვაწა, მას შემდეგ, რაც ქვემოთ ზედაზნის ძირას ქვემო ზადენის მონასტერი დაარსა, მას შემდეგ ის მოღვაწეობდა ურბნისში, ასევე და თავისი ცხოვრება დაასრულა შემდეგ წლების მთაზე, სადაც დაარსა მამების მონასტერი. ზადენის მთა, ადგილი, სადაც პირველად სძლია ქრისტეს ნათელმა წარმართობის სიბნელის და უმწეო ქალის ხელით დაამხო ეშმაკის ძლიერება. სწორედ აქ წარმოჩინდა მთელი სისრულით მადლი და ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. 2 საუკუნის მერე კი ამ მთიდან მიემართებიან ასურელი მამები მთელი ქვეყნის განსანათლებლად. მე მინდა ასევე განსაკუთრებით ხაზგასმით შევეხო ამ ადგილის განსაკუთრებით სტრატეგიულ მდებარეობას. ეს არის მთა, საიდანაც ხილის გულივით მოჩანს მთელი მიდამო. ერთდროულად შეგვიძლია დავინახოთ ცხეთაც, თბილისიც, მტკვრისა და არაგვის ხეობები. და შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ აქ იყო განსაკუთრებით გამაგრებული ადგილი, ციხესიმაგრე აღმართული და აქ იყო ასევე ზადენის კერპი. ეს არის ადგილი, რომელიც მიჯნავდა ერთმანეთისაგან ორ მხარეს. ქართლის სახელმწიფოს ორ მხარეს. ეს იყო საკუთრივ ქართლი და შიდა ქართლი და მეორე მხრივ ეს იყო კახეთი. და სწორედ ეს ცენტრალური ადგილი, ეს გზაგასაყარი, ეს მთა იქცა იოანე ზედაზნელის მიერ ასურელი მამების სამკვიდროდ. უდიდესი სიწმინდე, რომელიც წმინდა მამებმა შემოაბრძანეს საქართველოში, იყო ანტონ მარტყოფელის მიერ მობრძანებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. გამოითქვა ასეთი აზრიც, რომ იოანეს თითქოს სულაც არ ყოლია 12 მოწაფე და ეს შემდგომში მოხდა იესო ქრისტესა და მისი 12 მოციქულის ანალოგიით დასახელებული ეს ციფრი. მაგრამ ჩვენ თუ ჩაუღმავდებით ამ საკითხს, აღმოჩნდება, რომ იოანე ზედაზნელს საქართველოში მართლაც 12 მოწაფე მოყოლია თან. თუ ეს რა თქმა უნდა ელია დიაკონის ჩათვლით. ერთადერთი, ვინც მოგვიანებით შემოდის საქართველოში იოანე ზედაზნელის მოწაფეთაგანი, ეს გახლავთ ანტონ მარტყოფელი. ის ამ დროს თურმე ქალაქ ედესაში მოღვაწეობდა, როდესაც მან გაიგო, რომ მისი მოწაფე იოანე ზედაზნელი ქართლში წამობრძანებული და როგორც ჰაგიოგრაფია გვაუწყებს, მან იძლია მოძღვრისა თვისისა გზა და წარმოემართა ქართლის მიმართულებით. და რაც საინტერესოა, მას თან წამოუღია ედესიდან სასწაულმოქმედი ხატის ასლი, რომელიც ასევე სასწავლობრივად გადავიდა კეცზე და ეს ეგრეთ წოდებული კეცის ხატი, ხელთუქმნელი ხატი მოდის და იმით მობრძანდება საქართველოში. და დაიმკვიდრება მარტყოფის მახლობლად აკრიანის მთაზე და მას თავისი ასკეტური მოღვაწეობის გამო შეერქვა სწორედ მარტყოფელი და დღეს ანუ მარტომყოფელი და დღეს ამ სახელს ცნობილი ქართული სოფელი ატარებს ამავე მთის ძირში. და სწორედ ანტონ მარტყოფელის ჩათვლით იოანე ზედაზნელს მაშინ 13 მოწაფე ყოლია სულთან, ხოლო რადგანაც ანტონ მარტყოფელი მოგვიანებით მოემართება საქართველოში, ის სწორედ 12 მოწაფის თანხლებით შემოდის ჩვენში. ხოლო მთლიანობაში ასურელი მამები თავად იოანე ზედაზნელის ჩათვლით სულ 14 გროვდება. 20 ივლისი წმინდა იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების ერთობლივი ხსენების დღეა. თუმცა წმინდა ეკლესია
თითოეულ მათგანს მოხსენიების ცალკეულ დღეებსაც განუწესებს. დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ზედაზნის მონასტერში ესწირა სასურველ მამათა ხატი, რომელიც მცხეთაში დაიწერა. ხატის მობრძანებასთან დაკავშირებით მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გაბრიელმა პარაკლისი გადაიხადა და ასურელ მამებს შეავედრა სრულიად საქართველო. მოვედით მორწმუნენო და ყოვლად ქებულთა მამათა შევასხმიდეთ. იოვანეს, გვირგვინსა მოღვაწეთასა, აბიბოს, მღვდლობისა და მარტვილობისა სამგაულსა, ანტონის, მზესა მრავალ მნათობისა, დავითს, ელვარესა მარგალიტსა, ზენონს, სუეტსა შვენიერებისა მორჩილებისასა, თადეოს, ძეგლსა საღმრთოისა სარწმუნოებისასა, ისეს, ორღანოსა ყოვლად წმიდისა სიყვარულისასა, იოსებს, ყვავილსა სატრფიალოსა ქალწულებისასა, ისიდორეს, სამოთხესა სათნოებათასა, მიქაელს, ხატსა უზაკველისა სიმართლისასა, პიროს, საღმრთოისა მგლოვიარებისა მაგალითსა, სტეფანეს, სიმხნისა და მეცნიერებისა გვირგვინსა დიდებულსა, შიოს, ქართულთა მეფობისა სიმტკიცესა, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. აქ მოღვაწე მოწესე მამები განსაკუთრებულ ლოცვას აღავლენენ ბერმონაზონთათვის და შესთხოვენ ღმერთს მადლით გაბრწყინებულ წმინდანთა მიერ არასოდეს მოაკლოს ჩვენს ქვეყანას დიდი წყალობა. წმინდა მამები ევედრებიან უფალს მთელი საქრისტიანოსათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, რათა მოიპოვოს მან სულიერი მშვიდობა და მიწიერი კეთილდღეობა.